მოგესალმებით მეგობრებო. ალბათ ყველა გამოიცნობთ, საიდან გიერთდებით. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიდან, საგურამოდან. მადლობა გვინდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს მოტანილი. ლაშას იდეა იყო და ისეთი პოპულარულია დღეს ეს თემა, რომ ალბათ ყველა ყურადღებით მოგვისმენთ. ეს არის სოციალური ქსელების გავლენა ურთიერთობებზე. ურთიერთობებს გულისხმობ როგორც მეგობრული, ოჯახის წევრების, ასევე ინტიმური სასიყვარულო ურთიერთობები. გავლენა ყველანაირ ურთიერთობებზე აქვს დღეს სოციალურ ქსელებს. მაგრამ აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. ამიტომ ორივე შევეხებით. ასევე შევეხებით, როგორ დავაბალანსოთ სოციალური ქსელების მოხმარების დონე ჩვენს ცხოვრებაში და ფსიქოლოგის აზრით ძალიან საინტერესო იქნება რა სიტყვის. დავიწყებ დადებითით. მიდი. კარგით დავიწყოთ თუ ცუდით? კარგით. დადებითით დავიწყებ. დადებითი ის არის, რომ რა ვიცი, თითქმის არ მეგობრება ოჯახი საქართველოში, ოჯახის წევრი არ ყავდა საზღვარგარეთ. ძალიან იშვიათი არის. და სოციალური ქსელები ძალიან გვეხმარება ყოველდღიურ კომუნიკაციაში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თან უფასოდ. ასევე გვეხმარება ყოველდღიურად მაგალითად შვილი სკოლაში ყავს და უცბად რაღაცა მოხდა და შეგეხმიანება მასწავლებელი. ოჯახის წევრებთან ისე კომუნიკაციაში მაგალითად წახვედი და შენ შვილს ან შენს მეუღლეს ან შენს დას ძმას გინდა რომ რაღაც უყიდო და დაურეკა ვაჩვენებ აბა ეს გინდო და უყიდი. კიდევ რა მინდოდა მე თქვა ახალ ურთიერთობებში. თავიდან ჩვენ ის თაობა ვართ რომ არც ტელეფონი გქონია თითქმის სრულწლოვნებამდე არც ინტერნეტი გქონია და თავიდან რომ შემოვიდა ძალიან პოპულარული იყო ეს გაცნობები თავიდან იყო ადნაკლასნიკი მე რა ვიცი კიდე რაღაც ხო და ურთიერთობებს არ გულისხმობ მარტო სასიყვარულო ურთიერთობებს მეგობრული ურთიერთობებით ჩამოვყალიბდა Facebook. კიდევ რა ვნახე იცი დადებით მხარეებში რომ აი მაგალითად არ გახსოვს ვიღაცის დაბადების დღე და Facebook-მა ამოგიგდა რომ ვიღაცის დაბადების დღე აქვს და შენც მიულოცე. ან სხვები ულოცავენ და ამით გაგახსენდა რომ იმის დაბადების დღეა. და ამით ხო ვახარებთ იმ ვიღაც ადამიანს ვისაც ულოცავთ. თუ ხარია თავის დაბადების დღე კი? ჩვენ იმაში გვადგება რომ გავიხსენებთ, იმასაც ვახარებთ და თანადგომის ამბავია რომ აი როგორ შენ გვერდით ვარ. შორიდან მაგრამ მაინც. ანუ გვეხმარება იმაში რომ ურთიერთობები გავაღრმავთ. მქონდა ბოლო საკითხი დროული კომუნიკაცია. რო შედგეს. ნუ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აღარ შაურმავდები კონკრეტულ მაგალითებს არ დავახადებ სახელს. სოციალური ქსელები რო ავიღოთ ზოგადად არა მხოლოდ ურთიერთობების ჭრილში, არამედ ზოგადად რაში გვადგება. არის ინფორმაციის სწრაფი მიღება რა. კი ბატონო. რაღაცა თუ გახსოვს ჩვენ რო პატარები ვიყავით, მაშინ ან ტელევიზიას უნდა გაეშუქებინა რაღაცა, ან გაზეთში შეიძლება რაღაც წაგიკითხა. რადიოც კი იყო ჩვენ დროს პოპულარული. ოღონდ ეგ ხდებოდა შეიძლება ერთი კვირის დაგვიანებით, ერთი თვის დაგვიანებით. და ეხლა ინტერნეტში როცა რაღაცას ნახულობ, რაღაცა ინფორმაციას, ხო აი მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომზე ძალიან აქტიურად უყურებ ხოლმე რა ადამიანებს თვალს და რაღაცას რო ხედავ რომ 2 საათის წინ არის დადებული პირობითად, უკვე მგონია რომ ძველია ხა. და თუ რაღაცა 30 წუთი არ არის. ხო, რაღაცა 30 წუთის ეკი თუ არის, შეიძლება აღარც შევხედო რომ რა ინფორმაცია იყო რა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხოლმე, ეხაც, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა გეოგრაფია რა განსაკუთრებით. და სულ ვცდილობდი რომ მენახა რომელიღაცა ქვეყნები დამეთვალიერებინა, აი რა შეიძლება ყოფილიყო იქ საინტერესო რაღაცა ღირსშესანიშნაობები რა იყო და ამას სხვა გზა არ იყო ფოტოებით ნახულობდი რა, რაც ან წიგნში იყო დაბეჭდილი, ან სადმე ენციკლოპედიაში, ან რაღაც. ეხა იმდენი კონტენტია ამის მოგზაურობის რა შეგიძლია ანუ ყველა ენაზე, ქართულადაც, არ ვიცი, ყველა ენაზე რა. იმოგზაურებ ესე ონლაინ მართლაც მე გეტყვი კიდევ ერთ, აი მაგალითად მე მიყვარს Instagram-ი ძალიან, არც Facebook-ი მაქვს, არც სხვა სოციალური ქსელი მაქვს, მხოლოდ Instagram. ძალიან მიყვარს TikTok-ი ხო გააკეთე. TikTok-ი ჩვენს გვერდს აქვს და გამოგვიწერეთ TikTok-ზე. მე არ მაქვს. და მიყვარს ფოტოების გადაღება. ლამაზი ესთეტიური ხედვები მგონია რომ აქვს. და მიყვარს Instagram-ის გამოყენება ამიტომაც, ანუ ვიდეოები, ფოტოები, უბრალოდ მამის უარყოფით მხარეზე მე გადავალ და ეს დადებითი არის ის რომ შენს გარშემო ვინც არის, იმას დაანახო შენ რაც გიყვარს.
გაიტანა გარეთ. ბევრი ადამიანი ბევრმა ადამიანმა დაიწყო მასე საკუთარი თავის გაყიდვა რა. გაყიდვაში ნეგატიურს არ გულისხმობ, პოზიტიურად გულისხმობ რა. ხო, ინფლუენსერები. ხო, თუნდაც ინფლუენსერები, თუნდაც არ ვიცი ვიღაცა მეცნიერები ამ პოდკასტებში, ბევრი ჩვენი პოდკასტი. ექიმებიც ასევე. ხო, ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაზეც ადრე ხელმისაწვდომობა არ ქონდა, ეხლა ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ადამიანისთვის. გადაც კი, რომ გახსოვს ძალიან მე მგონი ეხლაც ეგ არის რა აქტუალური, რომ ბავშვები წიგნებს აღარ კითხულობენ, სულ ტელეფონში არიან ჩამწრალი, რაღაცა თამაშებს თამაშობენ, ნუ თამაშები გასაგებია, მაგრამ თუ კი შემეცნებითია, ხო? ხო, აი ამასთან თუ ოკნებოდ ჩემს რომ ჩვენო ისეთი მკითხველი თაობა ვიყავითო, რომ წიგნს გვიმალავდნენ ხოლმე და რაღაცა გადავიფარებდით საბანსო და ისე ვკითხულობდით რა. ეხლაც იგივეა. ხო, უბრალოდ ეხლა თუ ინტერესი აქვს ბავშვს, შეიძლება წიგნი არა იყოს და არ წაიკითხოს, მაგრამ YouTube-ზე ნახოს რამე ისეთი საჭირო მისთვის საინტერესო ინფორმაცია და იქიდან მიიღოს. და არანაკლებ განვითარებულები თუ არა მეტად არიან დღეს ეს ახალი თაობა, ჩემთვის ესეა. შეიძლება სოციალური ურთიერთობები უჭირდეთ რაღაც დონეზე, მაგრამ განვითარების ამბავში აი რო ამბობენ ხოლმე რომ რაღაც ჩამორჩენილები არიან, ტელეფონები უჭიროთ ეს არანაირად არ ჩამორჩენილები არ არიან. პირიქით მხოლოდ ინფორმაცია აქვს თავში. ერთადერთი მან ინფორმაციის მიღებისთვის რა. ის რა დაუშვათ თუ წარმოგედგინეთ ჩინეთის დიდი კედელი შენ ფანტაზიაში როგორი იყო, ეხლა პირდაპირ ხედავ როგორია და ფანტაზია შედარებით უფრო ნაკლებად ვითარდება. თორე დანარჩენი ნუ ცუდი სიტყვა. ნუ დამკვიდრებული. აი ჩინეთის დიდ კედელზე ისეთი ფანტაზია გქონდა, მაგრამ რეალურად როგორიც არის, ისეთი აღიქვიდა. შენ სხვა მხრივ ვითარდება კიდე ფანტაზიები. ხო, ნუ მან შეგვიძლია ისიც მოვიაზროთ, რა, აი ფილმები რაც არის გადაღებული, ხო? ძალიან ბევრი კარგად გადაღებული ფილმია, მაგრამ ის მაინც რეჟისორის ინტერპრეტაცია, ხო, იმის ხედვა და ანუ შენ მოგეწოდება ისე როგორც ის ხედავს და არა ისე როგორც შენ აღიქვამ. მაგრამ ფანტაზიის განვითარების ნაწილში შეიძლება ცოტა უკან დამხევი იყოს. მაგრამ მაინც რომ უყურებ ხოლმე, აი კრეატიული აზროვნება მე უფრო ნაკლები მაქვს, ვიდრე ახალ თაობას, კიდე უფრო ახალ თაობას. ხო. ასე რომ მაინც ვერ ვიტყვით რომ ფანტაზიის ნაკლებობა აქვს, ხო რა? იმდენი კრეატიული აქვს რა. ფანტაზიის ნაკლებობა აქვს. მე ვამბობ იმას, რომ ამ კონკრეტულ საკითხში ამბობ. ხო, რო შეადარო, რომ აი დაუშვათ რაღაცა ნათლია წიგნი და ფილმი რო აიღო, წიგნს რო წაიკითხავ, შენი ფანტაზიით ხედავ და შენი ფანტაზია უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე ფილმს რო უყურებ, როცა რეჟისორი გაწვდის პირდაპირ რა. რა თქმა უნდა. გადავიდეთ უარყოფითზე. როლი რაც მეწერა დროის ჭამა თქო, რა. იკარგები, აი თუნდაც სკროლავ რილსებს ინსტაგრამზე. აი ელის ვეუბნები ხოლმე, ელის უყვარს ხოლმე და არ ვაძლევ ტელეფონს მაგიტო. შეყვება ხოლმე და მეთქი ელი ეგ არის უამრავი, ამოუწურავი და ესე რომ მეუბნები რომ კიდე ერთ ვიდეოს გაჩვენებ, კიდე ერთ ვიდეოს არ დამთავრდება ეგ. კრანზე დამოკიდებული ხარ? რომ მივუშვა ჩემი თავი ვიქნები. მაგრამ ეხლა არ ვარ. იმიტომ რომ ვაკონტროლებ ჩემ თავს კარგად. შენ? მე მგონია რომ არ ვარ, იმიტომ რომ დიდად არ მიყვარს არც სოციალურ ქსელებზე ვგიჟდები. ერთი Facebook-ი მაქვს, სადაც იშვიათად შედიხარ მე მგონი. ხო, იქაც იშვიათად შევდივარ. და ტელეფონზე კიდე რას ვაკეთებ? თამაშებს ვთამაშობ. და ეგ არა. დამოკიდებულება, რაც ჩვენს ტვინში დოფამინს ზრდის. აი, რა დამოკიდებულებას გულისხმობ, ახლა ვაგიტყვით. აი, მაგალითად დავდე ფოტო და ველოდები რამდენ ლაიქს, რამდენ ნახვას დააგროვებს, რამდენ უკავშირს მივიღებ, რამდენი დაატკაპებს ლინკს, რამდენი დადებითი იქნება და რამდენი უარყოფითი იქნება. უარყოფითი ხა იმას რა ქვია, ინსტაგრამს არ აქვს და ამიტომაც უარყოფით არ ველოდები. ყოველ დადებით. აი ეს დოფამინის დონეს რო ზრდის და შენ კიდევ მიჯაჭვულობას გიზრდის ეს ყველაფერი, აბა კიდევ დავდო, რომ კიდევ ბევრი მივიღო. აი ეგ არის კიდე ძალიან უარყოფითი. კარგი და შენი აზრით რატო აკეთებენ ადამიანები მაგას? გეტყვი რატოც აკეთებენ? მე რატო ვაკეთებ მაგას გეტყვი. და რო ვდებ ამას მოყვება ხოლმე კარგი უკავშირები რა. საკმარისი არ მაქვს გათვლა რომ რაღაც 1000 ლაიქი მექნება ან რაღაც. მაგრამ მაინც ველოდები. მაგრამ 1000 რო გქონდეს გაგიხარდება. რა თქმა უნდა. ხო და ველოდები ამას და მე რო უკავშირი კარგი იმასთან მე კიდევ მინდა რომ დავდო და კიდევ მინდა დავდო და ესე მიჯაჭვულობა.
ხო, გინახავს ადამიანები, ვისთვისაც პროფესიული არ არის ეგ რა, ანუ მაგით ფულს არ შოულობენ. მაგრამ ძალიან მოწონთ და რაღაცა დამოკიდებული არიან იმაზე, რომ ფოტოს რო გადაიღებენ, მართლა როგორც ჩვენ თქვი, რაღაცა 3 წუთში ერთხელ შეიძლება შეამოწმოს ამ ყოველ საათში რა. აბა, ვინ დამილაიქა, ვინ ყველას აქ ალბათ გამოვლილი, ეგ მეც მაქვს გამოვლილი. კი, მეც მაქვს თავიდან რო ვაკეთებდი ჩემ იმას გვერდს, მაშინ ხო და ალბათ აღიარების ამბავიც არის ის რაც თქვით, რომ მიჯაჭვულობა დოფამინი და მთელი ამბები და აღიარება, რომ აი რა აღიარონ, რომ მაგარი ვარ. ხო, რეგულე ვართ იქითკენ, რომ სხვა ადამიანებს ჩვენ მოვწონვართ. და მაგას როცა ნახულობ იმაში, მაგრამ აი ეს რატო გაქვს, რომ უარყოფით კომენტარზე, ანუ უარყოფით შეფასებაზე შეიძლება ხო, არა და რეალურად რომ 700 შეიძლება დადებითი გქონდეს და ერთი უარყოფითი და რეალურად რომ იწყებ რაღაცას, აი თუნდაც ახლა ეს პოდკასტი რო დავიწყოთ, ხომ მზად უნდა ყოფილიყავით იმისთვის, რომ უარყოფით შეფასება შეიძლება ქონო და მაგრამ ჯერ არ ამიგიხავს ეგეთი არაფერი, მაგრამ რო ნახო, მაინც რაღაცნაირად თუნდაც სასწავლო ხასიათი ჰქონდეს, რომ აი ესე კი არ გააკეთოთ, ისე გააკეთოთ, რაღაცნაირად ვიქნები მაინც, თქო, აი უსიამოვნო გრძნობა და მეუფლება. რატო? ხო და აი რატო დამეუფლება არ ვიცი. იმის მიუხედავად, რომ თითქოს მზად ვარ და თითქოს კაი არა, უშოს უარყოფითი უკავშირიც მოვიდეს. რატო დამეუფლება და მაინც მაგაზე ხარ გათვლილი, რომ აი მისაღები ტიპი იყოს უცებ. რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოწონდეს. მან ვიცი რა არის? უნდა იფიქრო ერთ რაღაცაზე. რომ წარმოვიდგინე ქრისტე დადიოდა დედამიწაზე და ის არ მოწონდა ყველას და რანაირად შეიძლება რომ შენ მოწონდა. მადლობა, ძალიან კაი რამე იყო, მართლა. მანდვე ერთს ვიტყვი, რომ ეს სოციალური ქსელები, აი ინსტაგრამზე ხოლმე ეს ბლოგერები ვინც არიან, რომ სულ იდეალურ ფოტოებს, სულ გახარებულები, სულ ხალისიანები, სულ ლამაზად ჩაცმულები, სულ ლამაზად გამოპრანჭულები, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, ეს და დებენ ოჯახურ ფოტოებს, რომ ბედნიერები არიან, ამ კერძს აგემოვნებენ და მე რა ჩვენ შედარებებს ვაკეთებთ ხოლმე მაგის. კი. და ჩვენ ოჯახებს ან ჩვენ თავებს ვაიგივებთ ხოლმე რა, რომ აი, მე ისინი რო დავდიან, მე რატო არ დავდივარ? ისინი რო იქ ისვენებენ, მე რატო არ ვისვენებ? იმას რო ის რაღაცა კაბა აცვია, ვაუ, $800 რომ ისა, მე რატო არ მაცვია და ან იმის შვილები რო ესე არიან, ჩემი რატო არ იზრდება? მოკლედ ძალიან ბევრ ამასთან ვავლებთ პარალელებს და ეს უკმაყოფილების ინფლუენსერებთან შეიძლება ისეც იყოს. წარმოვიდგინე, შენი დაქალი როგორ ბედნიერი ფოტოებს დებს თავის ქმართან და შვილთან ან შვილებთან ერთად. მასე რა, ხან სადღაც დადის, ხან ერთად რამეს აკეთებენ, საჭმელს ამზადებენ, ან რაღაცას აქტივობას აკეთებენ რა. შენ ხო გიჩნდება ეგ განცდა, რომ ნახე ისინი როგორი ბედნიერები არიან. აუცილებლად. მე ჩემ თავს არ გამოვრიცხავ პირიქით. ხო. და მე რატო არ მაქვს ეგ? უკმაყოფილების შეგრძნება გეუფლება რა. ხო, მაგრამ მაგის იქით არ ფიქრობ იმას, რომ ნებისმიერ ოჯახში არის ხო ის კონფლიქტის გამოწვევები. ჩემ ფიცაც რო გადახედო, ვაუ, რა მაგარი ცხოვრება, რა მაგარი ოჯახია. ხო, მაგრამ მაგის იქით რამდენი რამე დგას, მაგას შეიძლება აღარ ფიქრობ და რაც აი ძალიან ელემენტარული კამათი დღეს წავიდეთ ბურგერის საჭმელად თუ პიცა ვჭამოთ, შეიძლება მაგაზე იკამათო, ხო? და სად პოსტავს მაგას? რატო არა თუ იმას მაგას პოსტავ? ნუ თუ ანუ იუმორის ჭრილში გადაიყო, მაშინ კი, მაგრამ თუ სერიოზულად ჭუბობ, აი ნახე მაგის თქმა მინდოდა რა. ძირითადად ჩვენ ვერიდებით ხოლმე ნეგატიური რაღაცების, რაც პირადად გვეხება რა, იმის დაპოსტვას, იმის გამომზაურებას. უბრალოდ მაგაზე მინდოდა მეთქვა, რომ აი ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდებაო, ხო გაგიგია ეგ გამონათქვამი. ხო და ჩვენც რო ეს ნეგატიური რაღაცები გამოვაქვეყნოთ, ხალხს უხარია ხოლმე სხვის ცუდი. ეგ ქვეყნებაო, ტელევიზიების რაღაცა. კარგზე იბოღმება და სხვის ცუდზე უხარია და შეიძლება უფრო გულები დაგიწეროს და უფრო კაი ფიდბექები, რომ ამ შვიდი დაწყნარდი შენ ყველაზე კარგი ხარ შენ ამას არ იმსახურებ, ეგ ბიჭი შენ არ გიმსახურებს რა. გაჩნია საზოგადოებას მან რა, სადაც ქართულ საზოგადოებას ინდექსი მაღალია. რა ქვია მაგას? დანიაზე მე არ ვლაპარაკობ, მე საქართველოზე ვსაუბრობ. შენ მან ტემპერამენტიც არის, იმიტომ რომ სამხრეთელი ხალხი ვართ. ხო არ დავიწყოთ ხო ეგეთი კონტენტი ხო ფიქრობ რა. აბა ნახო როგორ ამყვება ხალხი. ნეგატიური რაღაცები პოსტა, შენ ნეგატიური რაღაცები გამოიტანა. ყოველდღიურად რა მაწყობს? აბა ნახე, ეგ არ ნიშნავს რომ სოციალურ ქსელებში არ ვრცელდება ნეგატიური ინფორმაცია, პირიქით ძალიან ბევრია რა, აი ძალიან ბევრია.
კომენტარები და ეს აი, გასაგებია, რომ Facebook-ი არ მაქვს ისე მიხარია. თუნდაც ის, რომ აი დაავადებული ბავშვია და გადაურიცხეთ, ან რაღაცა შეჯახებაში მოყვა და კომაშია და აი მინიმუმ ესენი ხო ძალიან გროზა. ეგეც ანუ აი წეღანას თქვი რუსეთ-უკრაინის ომს უყურებ და აქეთ ის დაიბომბა, იქით ის მოკვდა, იქით ანუ ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია. ეს ვიღებთ იმ ხელად რომ მოდის. უბრალოდ მეგულისხმობდი იმას, რომ შენ თვითონ შენ პირად ნეგატივს ხო, არასასიამოვნო ინფორმაცია არ გამოგაქვს რა, მარტო პოზიტიურზე აკეთებ აქცენტს. ხო. და მან კიდევ მნიშვნელოვანია ის, რომ აი წეღან შენ რას თქვი, რომ შედარებას აკეთებ რა, როცა შედარებას აკეთებ, როგორც ბავშვების შემთხვევაში არ უნდა გააკეთო. ერთმანეთს ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხო, გინდა შენიშვილები, გინდა შენიშვილოს სხვა შენზე გადმოიტანო ეგ. ის დოგმა უნდა იყოს, რომ არა. შედარება ჯობია, რომ არ გააკეთო შენიც და რაღაცა ხედავ ცუკერბერგი როგორ ცხოვრობს რა. შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. ეს არის კონფლიქტების გამწვავება. მაგალითად არასწორად გაგებული მესიჯები და ის მაილს რო არ მიაყვანა. უკვე კონფლიქტი გადაიზრდება. არ ქონია ეგეთი შემთხვევა? კი, როგორ არ მქონია. გვისინა თქვამია, რომ წერილში ტონია მთავარია რა. და წერილიდან ტონს ვერ კითხულობ. თუ უსასვენი ნიშნები სწორად არ არის დასმული, მით უმეტეს. თუ იმ ადამიანს არის ნო კიდევ. ხო, ეგეც. ის გამიკეთებია, რომ სპეციალურად რაღაცა ტექსტი მიმწერია, სმაილი არ დამიწერია. მაინტერესებდა რა რეაქცია შეიძლება ქონოდა. ნეგატიურიც, პოზიტიურიც რა. კიდევ მეწერა პირადი სივრცის დაკარგვა. ყოველთვის ყველაფერი კარგად უნდა იყოს. აი ეს იმის მაგალითის არის ბლოგერების ცხოვრება რო გადმოგაქ. შენს ცხოვრებას რო ადარებ. შეიძლება კონსერვატორი ადამიანი ვარ ძალიან, მაგრამ ძალიან არ მომწონს ის, რომ აი დავუშვათ რაღაცა ეხლა ბათუმში წავედი, ეხლა ჩხოროწყუში წავედი. ჩეკინები რო აქვს ხო Facebook-ს. ხო, ანუ ძალიან არ მომწონს არა მისაღებია მაინც რა, მაგრამ ყოველი წამი და წუთის გამოტანა თუ მაგას არ აკეთებ იმის გამო, რომ ეგ შენთვის სამახსოვრო იყოს, რომ რაღაცა 7 წლის მერე ან 50 წლის მერე გაიხსენო როგორც. აი ეგეთი კვლევა რო გავაკეთოთ, ალბათ ძალიან ცოტა პროცენტულობა ამოვა, რომ სამახსოვროდ აკეთებთ ვიღაცა და არა საჩვენებლად. ხო. ძალიან ცოტა. მე ესე ვფიქრობ. და ზუსტად მსგავს რაღაცას ვიტყვი უარყოფითში. აი მაგალითად სოციალურ ქსელებს უარყოფითი გავლენა ის არის, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება შენ პარტნიორს აი ესე ამოწმებდე ზუსტად, რომ აი ხლა სად არის? აი ხლა რა გააკეთა, რა იყიდა, რა ჭამა, ვისთან ერთად არის? და აი ეს ძალიან გეხმარება, რა თქმა უნდა, მიზი ადგილზამყოფელის გაგებაში მინიმუმ ის რო მესენჯერში შეიძლება ჩართო ეგ ფუნქცია, რომ GPS დავყენო. მოყვეს ლოკაცია. კიდევ უარესი ის არის რო ამოწმებ რა. აი ერთი მაგალითი ეგეთი მქონდა. რომ მაშინ სკოლაში გააკეთეს ბავშვებმა საერთო ჩატი რა, ბავშვების საერთო ჩატიც ხო არის ხოლმე. და ტელეფონები ქონდათ რატომღაც. რაღაცა დაპოსტა ეს და ყველამ ერთიანად და ერთსა და იმავე დროს დაიწყო ხმაური კლასში, რომელიღაცა მასწავლებლის გაკვეთილზე. და მაგის ორგანიზებას ისე ახდენენ, რომ ძალიან თავისუფლად შეუძლიათ ხელი შეუშალონ გაკვეთილის მიმდინარეობას რა. ანუ მასეთი რაღაცებისთვის იმათვის ძალიან კომფორტულია, ზოგადად ხელი შემშლელია. ახალ ურთიერთობებზე. ანუ გაცნობები კი კარგია. ურთიერთობებზე სოციალურ ქსელებით გაცნობებზე ის მინდოდა მე თქვა რომ მოსწევს ხოლმე ამას ძალიან სავალალო შედეგები, აი არასრულწლოვნებზე. ბევრი პედოფილი, თუნდაც რაღაც სხეულის რაღაც ნაწილი გამომიგზავნე, ან შიშველი ფოტოები გამომიგზავნე, თუ არა და მამაშენს ვეთქვი რომ მე მესიჯები და რაღაც. ბევრია, ეხლა სამწუხაროდ მშობლები ამას ვეღარ აკონტროლებენ და მოყვება ხოლმე ეგეთი შეცდენები. ძალიან სამწუხარო შედეგების დამდგარა ხოლმე მაგის გამო. თვითმკვლელობას მათ შორის იმის გამო რომ ოჯახი შეიძლება შეეშინდეს, ან ვიღაც იმ ადამიანი შეიძლება შეეშინდეს და მაგის გამო ან შეიძლება ოჯახის წევრის კვლელობით დაემუქროს ვინმე. ზარი მქონდა ბავშვი რეკავდა ტიროდა, რომ ეს მთხოვს ფოტოების გაგზავნას და მშობლებს ვერ ვეუბნები და იქ მთელი ფსიქოლოგია ჩავთე, რომ მე მართა ეს არის. ძალიან მძიმე იყო მართლა იმ მოსასმენად ურთულესი და მე ვუთხარი, რომ მეთქი მშობლები შენზე უარს არ იტყვიან, აუცილებლად მიდი და უთხარის რომ მაგ დროს ერთი რაც უნდა იცოდეთ, თუ ვინმე არ სრულწლოვანი გვიყურებს, ნებისმიერი ეგეთი ქმედება არის
დასჭადია. აუცილებლად პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება აუცილებლად და მშობლების კიდე არ შეგეშინდეთ, ანუ არ არსებობს მშობელმა შვილზე ესე უარი თქვას. მე მგონია რომ ყველა მშობელი მაინც საბოლოო ჯამში შვილს გვერდით დაუდგება. მშობელი გაბრაზდეს, ძალიან გაცეცხლდეს თუ ეს ჩემ შვილს როგორ მოუვიდა, ან როგორ მიეცია მისი უფლება, მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა შვილს დაიცავს მშობელი. მე უშუალოდ იმაზე ვლაპარაკობ, ვისაც ყავს მშობელი და ვის მეურვე ყავს კიდე, რა ვიცი, მეურვეს უთხრას და პოლიციაში განაცხადოს ან არც. მეორე ის რა თუ კი ადამიანებს ეგეთ რაღაცებს გაუტარებთ, ალბათობა იმისა რომ სხვასთან იგივეს გააკეთებს, არის ძალიან მაღალი. კი ბატონო. ამ საკითხის გარდა ისედაც ეს ონლაინ გაცნობები ცოტა საფათოა ხოლმე რა. რა იცი ხა ფსიქიურად დაავადებული იყოს, კიდე შენი ასაკი იყოს სრულწლოვნებში მაქვს საუბარი. იდეაში გეცანხმები რა, ოღონდ მან შეიძლება იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაც ქონდეს ადამიანს, ან არ ვიცი რაიმე სხვა პრობლემა ქონდეს რა, მაგრამ უფრო მარტივად რო შეხედო. სოციალურ ქსელში ადამიანები ფოტოშოპით და რაღაცა უამრავი ჯანდაბადოზანით რაღაცებს ცვლიან ხოლმე, ხო? ისე არ გამოიყურებიან როგორც რეალურ ცხოვრებაში. და შენ რო ხედავ და გონია რომ და ეს არის ის ვიპოვა პრობლემები ჩამოხდის. თვად ეგრეც არ დაგხვდება, ეგეთიც არ დაგხვდება და ვაიმე. ამიტომ მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს თუ არ შეესაბამება, მე იმედგაცრუება ჩდება ხოლმე და იმედგაცრუების შემთხვევაში ურთიერთობები ძალიან ფუჭდება. კი ბატონო, ეს უარყოფითი მხარე არის. დადებითიც აქვს უარყოფითიც, მაგრამ ჩემი აზრით ამ ონლაინ გაცნობას უარყოფითი უფრო დიდი აქვს. ვიდრე მთლად მასე ვერ ვიტყოდ, შეიძლება ისეთი ადამიანი გაიცნო, ვინ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტიპია რა. მეცნიერი, მწერალი, რაღაცა კომპოზიტორი. მაგრამ აი პროცენტულობით თუ ავიღებთ, მე რაღაცა 15%-ს მივარნიჭებდი ესე და დანარჩენის უარყოფითი. მე არ მგონია რომ ონლაინ გაცნობა ცუდია, უბრალოდ ვიტყოდი რომ საჩემო არ არის, რეალური ურთიერთობები მირჩენია, ვიდრე მირჩენია. რეტროგრადი ვარ. რომელიღაც ქვეყანაში კანონი მიიღეს, რომ სოციალურ ქსელებში ბავშვები არ უნდა დარეგისტრირდნენ, აი ეს აღარ მახსოვს. აი დანიაზე თუ შვედეთზე თუ ნორვეგიაზე მაქვს საუბარი, აი სკოლის მოსწავლეებს ზოგადად აეკრძალოთ, შეეზღუდოთ სოციალურ ქსელების სარგებლობა და ზოგან ხო TikTok-იც გააუქმეს გახსოვს რომელიღაც ქვეყნებში იყო ეგ. ხო, ნუ ამერიკაში აკრძალეს გადადეს. რაც არ არის აზრს მოკლებული და ვეთანხმები. და შენი აზრით რა საკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა სოციალური ქსელით სარგებლობა? აი, მაგალითად YouTube-ს აქვს ბავშვზე მორგებული პროფაილი, რასაც ჩაურთავ. YouTube Kids-ი. კი. მაგრამ ეს არ აქვს Facebook-ს, არ აქვს Instagram-ს, არ აქვს დანარჩენ სოციალურ ქსელებს. მე მგონია, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ინდივიდუალურია რა, მაგრამ მე მგონია, რომ თუ კი აი საჭიროება არ დგას აუცილებლობა არ დგას იმისა, რომ ბავშვს ჰქონდეს სოციალური ქსელი, რაც უფრო გვიან პერიოდში იქნება უკეთესია რა. მეც ესე ვთვლი. აი თუნდაც ახლა მე მესენჯერი მაქვს იმისთვის, რომ ელის რაღაც ჯგუფებში გავწევიან და ბაღი იქნება, სკოლა იქნება, მაგრამ არ ვიყენებ Facebook-ს. და იგივენაირად შეგიძლია თუ რაღაც ჯგუფი ექნება სკოლაში, იქ ჩააგდო, მესენჯერი ჩაუწერო და ვფიქრობ, რომ ეგ ძალიან კარგი იქნება, რაც უფრო გვიან უკეთესი. მეც გეთანხმები აბსოლუტურად მაგაში. ხო, ნუ საჭიროების მიხედვით მაინც, მაგრამ თუ გვაქვს საშუალება იმისა, რომ შედარებით უფრო გვიან დარეგისტრირდეს, ჯობია რომ უბრალოდ აი მაგაზე მინდა ვთქვა, რომ მე რაღაცნაირი ბულინგი მოსდევს ხოლმე თავისი თანატოლებისგან. რომ აუ ეს ცეკვა რო იყო TikTok-ზე რო ჩავწერე, შენ არ იცი? ხო. და აი მაგას როგორ უნდა გავუმკლავდეთ მე? ხო, ეგ ძალიან ისეთ დილემაა რა, რა ჯობია კონდეს და ეცნობოდეს ტრენდებს. ასე იყოს ხო იმისა რაც იმათ ასაკში აინტერესებთ, უბრალოდ დავიცოთ. მან შეიძლება ეგეთ რაღაცა რა 6 წლისამ არ არის ახლა აუცილებელი რომ იცოდეს რაღაცა TikTok-ზე ვინ როგორ ცეკვავს თუ რაღაცა ჯანდაბა ხდება რა. არ შეიძლება კაი რაღაც ხდება. თუ რაღაცა ასაკში დაარეგისტრირებ, მშობელ შეგიძლია ლიმიტი დაუკრენა, მაგრამ კონტროლო ცუდია. ანუ პერიოდული მონიტორინგი განახორციელა, რას ლიმიტი კარგად ჭრის მაგ დროს. რომ ლიმიტი რას ქვია? რაღაცა დრო გამოიყენა. კი, და მე გაგდებს. ან გახსენებს უბრალოდ, რომ იცი, აი გაგივიდა დრო და. აჰა. ხო, თუ არის ეგ, შეუძლია ეგეც გამოიყენოს, მაგრამ მონიტორინგი არ არის რა, ცუდი, ოღონდ ეგ არ უნდა იყოს ისეთი, რომ აი მე შენ ახლა გაკონტროლებ, შენი ტელეფონი მომეცი, ერთი საათი შედიხარ.
უბრალოდ შეახსენო, იცი, მე მგონი 30 წუთი გავიდა. ეგ დროზე, მაგრამ აი შინაარს რას ნახულობს, ხო მნიშვნელოვანია შენთვის? მნიშვნელოვანია უბრალოდ მე მგონი თუნდაც 60 ინსტაგრამით წუთში. და ისიც კრძალავს ხოლმე სენსიტიურ მასალას და კიდევ სექსუალურ რიხასიათისას არა, ნუდებს და მთელ ამბებს კრძალავს. ხო, ძალიან თვითონვე აქვს ეგ აკრძალო. თუ იცით, დაგვიწერეთ თუ შეიძლება, მე რო არ ვიყენებ Facebook-ს, არ ვიცი, არც TikTok-ზე, Instagram-ზე არ შემხედრია დიდად მაინც. ოკეი, ამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ინტერნეტთან აქვს ცდომა, შეუძლია ნახოს რაღაცა ისეთები, რაც მისი ასაკისთვის არის შეუსაბამო რა. და ამიტომ ჯობია რომ მშობელმა მაქსიმალურად გამოიყენოს ის საშუალებები, რაც არის, თუნდაც YouTube Kids-ი, თუნდაც ის დროის მონიტორინგი, თუნდაც კონტენტის მონიტორინგის თუ არა. მოდი ახლა გადავიდეთ ბალანსზე, როგორ დავიცვათ ბალანსი? აჰა. პირველ რიგში არ არის სასურველი 1 საათზე მეთხანს გქონდეს. მეწერა პირველი. ხო, მოდი შენ თქვი მაშინ. არა, თქვი, უბრალოდ მინდა. 1 საათი არის ესეთი ლიმიტი რა, რაც შეიძლება ეს ზრდასრულებზე საუბრობ თუ ბავშვებზე? არა, ბავშვებზე. სადღაც არ ვიცი 8 წლამდე დაახლოებით არ არის სასურველი რომ 1 საათზე მეტი იყოს გაჯეტებში ზოგადად ხო? გაჯეტებთან ხო, იქნება ტელევიზორი თუ ლეპტოპი თუ ჯამურად. ჯამურად, კი. ოღონდ ნახე 1 საათი ისეთი დროა რა, შეიძლება ცოტა მეტი იყოს, ცოტა ნაკლები იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანია კიდე ის, რომ აი სკოლაში შეიძლება გამოიყენონ საგანმანათლებლო ვიდეოები რა. და შენ რა უთხრა რომ აი სკოლაში ხო 1 საათი უყურებდი ამ საგანმანათლებლო ვიდეოებს. ხო, ეგ არ ითვლება. ეგ ნიშნავს რომ თავისი სურვილისთვის რაღაცა არ ვიცი, უნდა იმ ვიდეოს უყუროს, რასაც უნდა. ან თამაშებით უნდა. ან თამაში ითამაშოს. 1 საათი არის აი ისეთი ოპტიმალური დრო რა. კი ბატონო. მაგრამ ეგ რო ზრდასრულებზეც გადავიტანოთ, აი მაგალითად Instagram-ზე მიყენია ლიმიტი 30 წუთი. ხო. და ძალიან 30 წუთი დღეში. დღეში. ხო. ძალიან ვცდილობ რომ დავიცვა, თავიდან 1 საათი მქონდა და მე ჩამოვწიე. იმიტომ რომ რადგან ეს ერთი სოციალური ქსელი მაქვს, მეთქი 1 საათი არა უშვებს. ერთხელ რო დააყენებ შეგიძლია, მაშინ შეცვალა? კი, როგორ არა. ოკეი. ისეთი კაცრი კონტროლი არ არის, რომ დაუშვათ 1 თვის მერე შეგეძლო შეცვალა. აგე ბლოკოს და ვეღარ შეხვიდე, ეგრე არ არის კაცო. 30 წუთი რო გავადო ვიღაცა მოგწერ, შეგიძლია შეხვიდე და ცოტა გადაავადო. აჰა, ოკეი. იმიტომ რომ ზრდასრული ხარ და პასუხისმგებელი ხარ შენ თავზე. აჰა. ხო, მეორე რაც არის 1 საათი, რაც შეიძლება გაჯეტებთან იყოს ბავშვი, ჯობია რომ მან შევარჩიოთ რა კონტენტი მისი ასაკისთვის შესაბამისია. მაგალითად, 3 წლის ბავშვს არ ვაჩვენოთ, ხო, ნუ შინაარსი უნდა დავიცვათ რა, სადაც ძალადობის სცენები ამ კვლელობა, რაღაცა მსგავსი. კიდევ მნიშვნელოვანია რა გაჯეტების გამოყენებამ არ უნდა ჩაანაცვლოს მშობლებთან ურთიერთობა რა. აი ეხლა მე საჭმელს ვაკეთებ და შენი ნერვები არ მაქვს და მოდი ეს 1 საათი ამ დროს მოგცემ შენ და შოვა და გაგივიდა, არ არის სწორი რა. ხო, მაგრამ ვიყენებ ხოლმე მე პირადად ხანდახან. ხო, მე ხანდახან გვაქვს მაგის აუცილებელი, ანუ სხვა გზა არ გვაქვს. მაგრამ ხანდახან ჩვენ თვითონ ვახალისებთ რა იმას, რომ გაჯეტები მოიხმარონ ბავშვებმა რაღაცა ტირის, ტელეფონს მივცემ, გაჩერდება სადმე წასვლა უნდა, ვეტყვი რომ არა, სამაგიეროდ ტელეფონს მივცემ და გაჩერდება, ითამაშებს იქ. რაღაცა ტანტრუმს აწყობს, იქაც ტელეფონს მივცემ და უყარებ ამ ქცევას და ხო, და იმას რა ქვია, გადავავადებ ჩემი აზრით, ან პრობლემას ვაგვარებ მაგით. მაგრამ მეორე პრობლემას ქმნი. ხო, არც აგვარებ, საერთოდ არ აგვარებ მაგით. პირიქით უმყარებ რა, ამ ტკიცებს. უბრალოდ შენ თავისუფალ დროს იზრდი. ხო. ეს დრო რაღაცისთვის რა კონტენტი. და კიდე მან მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ თვითონ მშობლებიც იყენებენ ხოლმე გაჯეტებს ბავშვისგან დასასვენებლად. ან არ ვიცი, მეუღლისგან დასასვენებლად. რისგან ან ცოლისგან დასასვენებლად. რომ რაღაცა ახლა შენი თავი არ მაქვს. ძალიან დავიღალე სამსახურში. გადავეშვები. ცოტა ხანი უნდა სკროლო შემეშვი. შეიძლება ეგეც იყოს რა, ანუ ურთიერთობებს მაგ კუთხით ძალიან აფუჭებს ხოლმე. კი ბატონო. და მე მქონდა ერთი ამასთან დაკავშირებით ოფლაინ დრო თქო, ესე დავარქვი და ის მქონდა ჩვენ რაც წინა ვიდეოებშიც განვიხილეთ,
რომ აი დილით რო ადგები და 1 საათი ტელეფონს არ აიღებ, ან დაწოლამდე 1 საათი ტელეფონს არ გამოიყენებ. ხო, ანუ ეს ზრდასრულებში მაქვს საუბარი და ასევე ბავშვებთანაც ძალიან კარგად ჭრის. აი მაგალითად რო გაიღვიძებ, მოდი ჯერ რუტინაში ასრულე, კბილები გაიხეხეთ, მან დაივარცხნე, პირი დაიბანე, რაღაცას ისაუზმე და მე შეიძლება და კიდევ სადილობისას, საუზმისას, ვახშმობისას არ ვიყენებ ტელეფონს. აი ესეთი წესი დავამკვიდროთ სახლში მაგალითად და ჩვენიერი დასვენება იქნება რა? პოზიტიურად მითხარია ეგ. არ ვიყენებ ტელეფონს? საუზმისას არ ვიყენებ ტელეფონს. ხო, საუზმისას მივირთმევთ ფაფას, ასევე ვსაუბრობთ ერთმანეთში და უყვებით უცვლით. შეამოკლა. ძალიან დიდი წესია ახლა 5 წლის ბავშვს რო ეუბნები მაგას ვერ დაიმახსოვრე. საუზმისას მივირთმევთ ფაფას. ან საუბრობთ ერთმანეთთან. ან საუბრობთ ერთმანეთთან. ხო. ხო, პოზიტიურად ეგრეა. ხო, ზოგადად ვცდილობ ხოლმე მეც რომ ძალიან ვცდილობ, მაგრამ ძალიან რთულია რომ არ გამოვიყენო, მაგით არ დავიწყო წინადადება პირიქით პოზიტიური ჩავანაცვლო, მაგრამ ძალიან ძალიან ეს იყო დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. ერთ-ერთ საზოგადოებრივ იმაში ტუალეტში იყო რა, ეგ წარწერა რომ ნახე, ხმამაღლა ვიცინოდი ტუალეტში რა. გმადლობთ რომ რეცხავთ ამას. მეც მინახავს ეგეთ. მადლობა. გმადლობთ რომ იცავთ სისუფთავეს. ძირითადად ხო ესე ხომ არ დაყაროთ ქაღალდები ძირს. არ ჩაყაროთ უნიკალში. გაბრაზებულის მაინც. კი, და ეს პირიქით გმადლობთ რომ პოზიტიურად მოვიდა. ხო და ამას გულისხმობ, ანუ ბავშვებთანაც და უფროსებთანაც უბრალოდ ეს წესი დავამკვიდროთ, რომ ყვებისას არ გამოვიყენოთ ტელეფონი, ეხლა ისე მივდივარ, არ გამოვიყენოთ და დაწოლამდე და შეთანხმებები დადო. გაღვიძებისას არ ვიყენებთ 1 საათი. მაგაზე რომ ვიფიქრე, ისიც კაია, რომ დილით არ გამოიყენო რა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემი აზრით მაინც არის ძილის წინ რა. რაღაცა პერიოდი, პირობითად საათი, საათნახევრით ადრე აღარ გამოიყენო. ვცდილობ 2 საათი. ну, რაც უფრო მეტი ხანი იქნება, უკეთესია. ბავშვებთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ იმპულსების კონტროლი ხო ძალიან უჭირთ ბავშვებს რა. და ის ნერვული ახსნებად ხო რაც წინაზე ვთქვი. ანუ ის შეიძლება დღის განმავლობაში ჩაიცხრო, დილით რაც და საღამოს კიდევ სად ჩააწყრობ, უბრალოდ ვეღარ დაიძინებ. ხო, ვერ დაიძინებს, ანუ ეკრანის მოხმარება იმასაც თვალსაც ხო აღგზნებს რა. არა მარტო ნერვულ სისტემას. ხედველობაზე საუბარი კი. ხო. შესაბამისად, რადგან იმპულსის კონტროლი ბავშვს უჭირს, უფრო დიდი ალბათობა იმისა, რომ უფრო დიდხანს ექნება თუ ჩვენ თვითონ არ შეუზღუდავთ მაგ დროს. შესაბამისად, დაიძინებს უფრო გვიან, დილით იქნება გამოუძინებელი, დილით გაგიპროტესტებთ ბევრ რაღაცას, როცა უხასიათოდ იქნება არ მომდება სადღაც წასვლა სკოლაში, ბაღში. რაღაცა ცენტრში სადაც მიდის. ამიტომ აი ეს წესები ბავშვებთან ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე. წესი გვაქვს და ყველა ვიცავთ. აი ქცევის მოდელირებაო შენ ხშირად ხო, რავი შეთანხმება და არქვი, წესი და არქვი, რა მნიშვნელობა კანონი და არქვი, იყოს კანონი, რა მნიშვნელობა. არა, წესი არის სხვისგან თავს მოხვეული და შეთანხმება არის, როცა ჩვენ ვდებთ რა, მე და შენ ერთმანეთში. უფრო ისეთია. ბავშვს თუ შეუთანხმდები მაგაზე, ისიც ხო ჩართულია წინაზე რა ვთქვით რა. თუ ერთად იმუშავებთ მაგ წესს, როგორც ჩვენ ძახი და დებთ შეთანხმებას და მე ორივე იცავთ, რაც მნიშვნელოვანია ქცევის მოდელირებისთვის. კი, შენთვისაც კარგია, ბავშვთვისაც კარგია. ამიტომ შეთანხმებები დადეთ და მაქსიმალურად ეცადეთ რომ შეასრულოთ ეგ შეთანხმებები, იმიტომ რომ გადახვევები, ну, ამოვარდნები ყველა ვარიანტში გექნებათ მაინც. კი, ხო, მაგალითად გადაუდებელი ზარია, ხო, უნდა უპასუხო, ეგ არაა პრობლემა. მაგრამ ბავშვმა შეიძლება ეგეც გააპროტესტოს. ხო. მაგრამ ეცადეთ რომ მიყვეთ იმ შეთანხმებებს და დაიცვათ. კი. კარგი. კიდე რა გქონდა, იცი, რთული თემების პირისპირ განხილვა. მაგალითად, სხვადასხვა ლოკაციაზე ხარ და ეს რთული თემა შემოიჭრა. ილემა შემოიჭრა და მიწერ-მოწერა და დარეკვაც კი არ მუშაობს, მაგრამ შეიძლება ვერ გაიგო იმისი ემოცია ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ ნახეთ ის 1 საათი და მეგობარი იქნება, პარტნიორი იქნება, ბავშვი იქნება, შვილი იქნება. შეხვდით ერთმანეთს და განიხილეთ პირისპირ. რაღაცები შეიძლება არასწორად გაიგონ ადამიანებმა რა. ამიტომ პირდაპირ რაც არის გულისხმე ის ხო, პირდაპირ კომუნიკაცია ყოველთვის უმჯობესია ვიდრე ონლაინ კომუნიკაცია. იმიტომ რომ ერთი რომ მიმიკას ხედავ და შეგიძლია რომ რაღაცა არ ვიცი
შეამჩნიო ადამიანს მოეწონა არ მოეწონა ეს ამონა არ ეს ამონა მეორე შეგიძლია თუ ხედავ რომ რაღაცა გაუგებრობა იქვე სხეულის ენითაც გამოხატო ექსპრესიით მადლობა შენი ექსპრესიითაც აჩვენო არის ბოლო მიხვიდე და ხარზე ხელი დაადო და უთხრა რომ არა მე ეს არ მიგულისხმია ეს იმპულსები გადაეცეს მინიმუმ ხო კი და კიდევ ერთი რაც მქონდა ძალიან რთულია რომ არ შევადაროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენი თავები ჩვენი შვილები აი იმ ბლოგერის დადებულ ფოტოებს ეგ არ არის რთული ბლოგერებს რო არ შევადარო ეგ არ არის რთული შენთვის ნუ მგონია რომ ზოგადად ყველა ადამიანი არა მარტო ბლოგერებს მე ხო არ ვარ ბლოგერი უბრალოდ მომხმარებელი ვარ ინსტაგრამის მაგრამ არც მე და არც არა მგონია რა რომ მეგობრების წრეში ვინც არიან იმათ არ შეადარო ვიდრე ვიღაცა უცხო ადამიანს ბლოგერს პირობითად ვისაც არ იცნობ ვისაც იცნობ და ვისაც იცნობ იმათ უფრო ადარებ ხოლმე რა რეალურად ვისაც იცნობ შეიძლება არ მიფიქრია მაგაზე მართალი ვერ ვთქვა შეიძლება იმათ უფრო ადარებ და აი ეს შედარებები უნდა დავივიწყოთ და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია, ზუსტად ჩვენი პიროვნებებიდან გამომდინარე. კიდე ესეთი ის მქონდა მიწერილი, რომ სოციალური ქსელები იყოს დამატებითი წყარო კომუნიკაციის და არა მთავარი. აი ამას თუ გავითავისებთ, ამას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან კარგი. გაჩნია კომუნიკაციას სამსახურეობრივი თუ გაქვს ახლა მეილზე წერ იმას თანამშრომელს ან უფროსთან დაქვემდებარებულს, ნუ ეგ სხვა არის რა, ოფიციალური მიმოწერა გაქვს და ყველას მაგას ჭირდება იმათ დოკუმენტად, რომ ეს მიმოწერა გქონდა შენ და თავდაცვის საშუალებაც არის შენ. ხო, ყოველდღიურ ურთიერთობებზე მაქვს ახლა საუბარი. ქართველებს ჩვენ ხო ძალიან გვიყვარს რა სოციალური ქსელები. კი. რაღაცა მეგობრები ყავს 700 მილიონი ან არ ვიცი, ყველა ვინც კი Facebook-ზე ყველა ჩვენი მეგობარია. მეგობრებში ყავს. რო შეადარო უცხოელებს ძალიან ცოტა ყავთ ხოლმე რა. ან ფოტოებსაც იშვიათად დებენ მეგობრების გაცილებით უფრო ნაკლები ყავთ. არ გულისხმობ იმათ რა, ინფლუენსერებს და ეგეთ ტიპებს. ანუ ჩვეულებრივი ტიპები, ვისიც ან პირადი Facebook-ი როგორ უნდა ვთქვა? ხო, პირადი პროფილი აქვს. პირადი პროფილია, ხო. იქ გაცილებით უფრო ვიწრო წრე აქვს ხოლმე. კი, ეგ შემჩნეული მაქვს, კი. ეგრეა. და რატო შენი აზრით, იმიტომ რომ იმათ უფრო ნაკლები მეგობარი ყავთ? თუ მგონია. რეალურ ურთიერთობებს უფრო მხარს უჭერენ თუ რატო? შეიძლება ეგ არის, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტ ადამიანს ვიცნობთ, ვიდრე ისინი რა, და გაცილებით უფრო მეტ ადამიანს ვეძახით კიდე მეგობარს, ვიდრე ისინი. ეგეც შეიძლება იყოს. მაგრამ თუ დაფიქრდები რეალურად ის მეგობრები გვადგებიან კიდეც ახლა რა 500 მეგობარი მყავს გონი ინსტაგრამზე ხო? ვერ გეტყვი რომ ყველა გოჩი დამიდგება, მაგრამ თუ საჭირო გახდება უმეტესობა რაღაცნაირად შევეხმიანები, ანუ ესეთი ურთიერთობები მაქვს რა ამ ადამიანებთან. იქვე ყავს და შეგიძლია რაღაც საჭიროების შემთხვევაში მიწერო. ხო, არ მაქვს საუბარი, ფული ამირიცხეთ მაგაზე, მაგრამ არა, ნუ ნებისმიერ რამეზე რა მნიშვნელობა აქვს. ხო. ანუ შენ საანცნობო მაინც გოჩი დამიდგებიან რა, ეს ჩვენ ქართველურ ჯერჯერობით შენარჩუნებულ კულტურაზე და ურთიერთობებზე მეტყველებს. მართალი რომ გითხრა, მარტო ის არ არის, რომ რაღაც საჩვენებლად ყავს 1500 მეგობარი. არა, ხო, მაგას არ გულისხმობდი. მე ერთი რაც გონია, მან კიდე ის არის, რომ პერსონალურ სივრცეს ისინი უკეთესად იცავენ ვიდრე ჩვენ რა. ხო, პირად სივრცეს. პირად სივრცეს, ხო, მაგალითად მაგის დაცვა ჩვენ არ ვიცით. უფრო ნაკლებად. და გეტყვი ერთ მაგალითს, ახლა ერთ-ერთი მეგობარი არის ჩემი გერმანიაში და ეს გოგო იძახდა, რომ იქ ესე არ არის, რომ ვიღაცასთან მიაკაკუნა კარზე, შეხვიდე და ყავა დალიო. იქ წინასწარ უნდა შეუთანხმდე, რომ აი ამ დროს თუ გცალია, შევხვდეთ. ეგ ძალიან ის არის. ჩვენ ბავშვობაში გახსოვს ალბათ დღესაც ეგრეა, რა ეს არის როგორ შეიძლება შობელს დაურეკო და უთხრა რომ შეუთანხმდე რომ შეიძლება თუ არა მოვიდე შენთან. მახსოვს და დღემდე ეგრეა. ის თქმა მინდოდა რომ ქართველებს ეს ურთიერთობები ოდითგანვე მოგვდევს ეს საუკუნეები ეგრე მგონია. ხო, კი. ურთიერთობების სიყვარული და ერთერობით ისევ გვაქვს და გვეიმედებიან ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვერდით არის და მე მგონი სოციალური ქსელები ჯერჯერობით იმ დონეზე ვერ ჩაანაცვლებს ამ ურთიერთობებს.
თუ ჩანაცვლებული აქვს, იფიქრეთ აუცილებლად რაზეც ვილაპარაკეთ ყველაფერზე და მინიმალური დოზით დატოვეთ. ხო, ყველას რაღაცა სხვადასხვა როლი გვაქვს მორგებული ცხოვრებაში რა გვაქვს. აუცილებლად. თან ბევრი როლი, ერთ ადამიანს ბევრი როლი აქვს. ხო, შვილის, მშობლის, დის, ძმის, პაპის, ბებიის რა. სამსახურში კიდე სხვა. ხო, თანამშრომელი, რა ვიცი, ძალიან ბევრი როლი გვაქვს რა. და რეალურად ჩვენ სოციალურ ქსელებში შეიძლება ვიყოთ რაღაცა ატიპი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვიყოთ აბსოლუტურად სხვანაირი იმ ტიპისგან რა. კარგი ის არის, რომ ზოგიერთი ზედმეტად ინტროვერტი ადამიანისთვის ან ჩაკეტილი ადამიანი მოდის დაუძახოთ რა. სოციალური ქსელი შეიძლება იყოს საკუთარი თავის ინტეგრაციის კარგი საშუალება თუ რეალური ურთიერთობების ან შიში აქვს ან რეალიზაციას ვერ ახდენ საკუთარ თავისას მაგ ურთიერთობებში რა. მეთანხმები. რაღაცა კომპლექსის გამო არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება ჰქონდეს რაღაცა ჭაღარად მაქონდეს ან წონა აწუხებდეს ან რაღაცა შეიძლება არაფერი არ აწუხებდეს, მაგრამ ფიქრობდეს რომ ეს როგორ დიიწყვირი მაგ ჩემს ავით, რა ვიცი, რაღაც შეიძლება იყოს. მესმის რას ამბობ. და მართალია. სოციალური ქსელები ცოტა გიბალანსებს რა მაგ შემთხვევაში და სხვანაირს აწვდი შენ თავს საზოგადოებას. ხო, აი სხვანაირს, ოღონდ არა იმას მითხარ. ხო, რეალურს არა, დადგები ფოტოს გადაიღებ სარკესთან, დაწვევი და ისო გააგრძელებ დეპრესიაში ყოფნას ან ტირილს ან. კი. თხოვთ რომ გამოგვიწეროთ YouTube-ზე, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გააზიაროთ. ზარის ღილაკი რა ჩვენი ახალი ამბები გაიგოთ ხოლმე, ეს მაგისთვის არის. ასევე გამოგვიწეროთ TikTok-ზე, Instagram-ზე მარიამი, Facebook-ზე მე. ძალიან დაგვეხმარებით განვითარებაში და ახალისებაში. კომენტარებიც ხო. კი ბატონო. ამ ეტაპზე ჩაო. Bye.